რადიო Star FM და ინტერნეტ ჟურნალი GeoSports G წარმოგიდგენთ ток-შოუ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ. მირანდა სურმანიძესთან ერთად. ყოველ სამშაბათს 18 საათზე ток-შოუ სპორტი. 18 საათია Star FM-ის დროით თქვენ უსმენთ ток-შოუ სპორტს მირანდა სურმანიძესთან ერთად ეს გახლავთ GeoSports-ისა და რადიო Star FM-ის ერთობლივი ток-შოუ, რომელიც ყოველ სამშაბათს 18-დან 19 საათამდე Star FM-ის ეთერში გადის. როგორც მთელი დღის განმავლობაში ვაანონსებდი, დღევანდელი ჩემი გადაცემა მიეძღვნება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს, ასევე საქართველოს ფეხბურთისა და რაგბის ნაკრებების ასპარეზობას. შესაბამისად, ჩემი გადაცემის სტუმრები იქნებიან ფეხბურთელი და მორაგბე. გადაცემის პირველ ნაწილში შემომიერთდება ფეხბურთელი ირაკლი სირბილაძე, რომელიც ფინური ინტერტურკუსა და საქართველოს ნაკრების ფორვარდი გახლავთ და მეორე ნაწილში შემომიერთდება მორაგბე ირაკლი ყიასაშვილი, ლელოს და ასევე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მორაგბე. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს რაც შეეხება, ხვალ ეროვნული ჩემპიონატის ტური გაიმართება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირისპირება და ცენტრალური მატჩი შედგება გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე და მე პირდაპირ ეთერში უნდა ჩავრთო საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრესამსახურის ხელმძღვანელი ბატონი სერგო ფუტკარაძე. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა სერგო. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით პატრიციულ რადიო მსმენელებს. ძალიან დიდი მადლობა რომ სატელეფონო სტუმარი ხარ ჩემი გადაცემის. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება გაიმართება გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე. მოქმედი ჩემპიონი ზესტაფონი ესტუმრება საქართველოს თასის ფლობელ გორის დილას. ეს მატჩი 14 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე გადაიცემა. მე მაინტერესებს საქართველოს ჩემპიონი ამ მნიშვნელოვანი დაპირისპირებისთვის როგორ ემზადება. დავიწყებ იმით, რომ ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობაზე საუბარი ალბათ ზედმეტია. საქართველოში არსებული ორი უმთავრესი ტიტულიდან ერთმანეთს სწორედ ამ ტიტულების ფლობელები უპირისპირდებიან ხვალინდელ შეხვედრაში. საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია გვაკავშირებს ერთმანეთთან, ურთიერთობა და საკმაოდ საინტერესო მატჩები უხილავს ფეხბურთის მოყვარულებს არაერთგზის ამ გუნდების მონაწილეობით და ამონაკლისი დაწმუნებული ვარ, ხვალინდელი შეხვედრა იქნება. რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს, გუნდი ზესტაფონში ემზადებოდა მატჩისათვის. საკუთარ ბაზაზე გავდიოდით ტურნირის პროცესს და სწორედ ზესტაფონიდან გამოემგზავრება გორში, სწორედ ხვალ ხვალინდელი მატჩისთვის 12 საათზე გორში. რაც შეეხება დისკვალიფიცირებულებს, ტრავმირებულებს, ამ მხრივ როგორ არის მდგომარეობა? ფეხბურთელები არიან წყობრში? საბედნიეროდ ჩვენი ოპონენტებისაგან განსხვავებით. უდანაკარგოთა ვართ. ეს უპირატესობაა ჩემპიონისთვის. იქ იყო რა მიკროტრავმები, თუმცა იმედია ყველაფერი რიგზი. ძალიან სასიამოვნო. ძალიან კარგი, ესე იგი ჩაულ ფორმაშია ჩემპიონი და ხვალ ექნება ძალიან ძლიერი ბრძოლა დილასთან. რაც შეეხება გულშემატკივართან შეხვედრას, მე როგორც ვიცი, ზამთარაძე მუჯირის დუეტი მატჩის წინ შეხვდა გულშემატკივარს. რა მოხდა იქ, რაზე ისაუბრეს და რა იყო საინტერესო? პრესამსახურის ხელმძღვანელისგან ამის მოსმენა საინტერესო იქნება. ორმხრივი სურვილი ამ კონკრეტულ ესეთი შეხვედრები, როგორც მოგეხსენება, ტრადიციული ხასიათისაა. მეორე შეხვედრა იყო პროფესიონალთა დღევანდელი დუეტი ჩვენ გულშემატკივართა კლუბთან. ასე ვთქვათ, ალბათ მომწიფდა სიტუაცია, როდესაც გუნდში არსებული კლუბში არსებული პროცესები და გუნდში არსებული პროცესები, ასე ვთქვათ, გასაზიარებელი იყო, გასანახი იყო გარკვეული ხედვა იმისა, თუ რა გზით როგორ მივდივართ და ბევრი მომენტი იყო ჩვენი გულშემატკივარი განებიურებულია ჩვენი კლუბის წარმატებებით და გარკვეული შესაძლოა უკმაყოფილებას არ დავარქმევდი, მაგრამ ასე ვთქვათ, მეტის მოლოდინი არსებობს გარკვეული, თუმცა დიდი კმაყოფილებით მინდა აღნიშნო, რომ გულშემატკივარი ეკიდება კლუბში, ასე ვთქვათ, თაობათაცვლის პროცესს და აი ვიცი, ჩვენ გვერდით იქნებიან ხვალაც მინდა გითხრათ, მოემგზავრებიან და ჩვენი ერთგული კომაგების თანადგომით ძალიან დიდი იმედი იყო. შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, ბევრ რამეზე იყო საუბარი. არ ვიცი, სამომავალთან დაკავშირებითაც მათ შორის და
საკმაოდ კარგი შეხვედრა გამოვიდა ნამდვილად. მოკლედ ზესტაფონი თავის ქომაგიან ფეხბურთელებიან მწვრთნელებიანად ემზადება ამ შეხვედრისთვის მე წარმატებებს გისურვებ და ძალიან დიდი მადლობა სერგო რომ ჩაგვერთე გადაცემაში. დიდი მადლობა მირანდა კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა ნახვამდის. მე შეგახსენებთ რომ სპორტის სატელეფონო სტუმარი გახლდათ საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრესამსახურის ხელმძღვანელი სერგო ფუტკარაძე, რომელმაც ჩემპიონის მზადებასთან დაკავშირებით გვიამბო. ზედიზედ 11 შეხვედრა ჰქონდა მის ოპონენტს მოგებული და მხოლოდ ერთი გაშვებული ბურთი, თუმცა მასი წარმატება, გორის დილას წარმატება თბილისში დინამომ დაასრულა 3-0 გაანადგურა და დაანახა რომ ჩემპიონობისთვის თუ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას, უფრო მეტი მონდომება და დაკვირვება მართებთ. მოქმედ ჩემპიონებს მასპინძლობენ ისინი გორში და რა თქმა უნდა გულშემატკივარი სწორედ აქელის მისი გუნდის რეაბილიტაციას ზესტაფონი ადვილი მეტოქი არავისთვის არის, მაგრამ წელსის გუნდი აღარ არის, რაც შარშან იყო. მიუხედავად ამისა, გადაჭრით თქმა იმისა შეუძლებელია რომ დილა ფავორიტად ჩათვალო. უკანასკნელი 5 შეხვედრა იმერლებს არ წაუგიათ, მათ 3 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს. რადიო სტარ FM-ი და ინტერნეტ ჟურნალი GeoSports G წარმოგიდგენთ ток-შოუ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ. მირანდა სურმანიძესთან ერთად. ყოველ სამშაბათს 18 საათზე ток-შოუ სპორტი. Ток-შოუ სპორტია რადიო სტარ FM-ის პირდაპირ ეთერში, ეს გახლავთ GeoSports-ისა და რადიო სტარ FM-ის ერთობლივი ток-შოუ და მე როგორც ვანონსებდი მთელი დღის განმავლობაში საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრესამსახურის ხელმძღვანელი სერგო ფუტკარაძის შემდეგ აუცილებლად უნდა ჩავრთოთ საფეხბურთო კლუბ გორის დილას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი ფრიდონ კერვალიშვილი. მოგესალმებით ბატონ ფრიდონ. მოგესალმებით ბატონო ფრიდონ. საღამოშიდობის. ძალიან დიდი მადლობა რომ სატელეფონო ჩართვა განვახორციელეთ თქვენთან და თქვენ მოგვაწვდით ინფორმაციას გორის დილაში არსებული სიტუაციის შესახებ. ხვალ ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი დაპირისპირება გელით გორის დილასელის გორის ცენტრალურ სტადიონზე თენგიზ ბურჯანაძის სახელობის. კი ბატონო, გუნდი დღეს ჩამოვიდა თბილისიდან 4-ის ნახევარზე 15:30-ზე დაიწყო გუნდმა ვარჯიში. საათზე ოდნავ მეტი გაგრძელდა ეს ვარჯიში. ყველა ფეხბურთელი რომელიც გიორგი დარასელიას განკარგულებაშია, ისინი ჯანმრთელები არიან და ზრდებიან ხვალინდელი პრინციპული დაპირისპირებისთვის. გუნდს დისკვალიფიცირებულები. რა თქმა უნდა, ვიცით რომ თბილისის დინამოსთან მატჩში ორი წითელი ბარათი გვდასწიათ. პირველი გიორგი კახელიშვილმა მიიღო 2 გაფრთხილების გამო და მეორე ლეონარდო. ჩვენ დღეს შეგვატყობინეს რომ კახელიშვილის გამო არა, მაგრამ იმდენად ლეონარდოს გამო უფრო და ხიზანეიშვილის რა თქმა უნდა თბილისის დინამოდან ეს სადისციპლინო კომიტეტის ხდომა ჩატარდება 5 შაბათს, ესე იგი მატჩის მეორე დღეს 29 ნოემბერს 14 საათს. და გადაწყდება. და მაშინ გავიგებთ რამდენი თამაშით გამოტოვებს ლეონარდო ჩემპიონატს და კახელიშვილზე უკვე ახლა ვიცით რომ მას მხოლოდ ერთი თამაში გამოტოვება მოუწევს. სხვა მხრივ ანუ მზადება როგორია, განწყობა როგორია? განწყობა არის ისეთი საბრძოლო და კითხავ სიმართლე პირდაპირ ვიტყვი საჩემპიონო გუნდი მოქმედ ჩემპიონს ეთამაშება და კი თბილისის დინამოსთან გუნდმა წააგო საკმაოდ თვითონ ალბათ ფეხბურთელებისთვისაც მოულოდნელი იყო მათი ასეთი თამაში. თავანწუნასაც არის გულშემატკივარის არ ელოდა ასეთ თამაშს, მაგრამ ფეხბურთი ახდება ყველაფერი. ყველა მთელი გუნდი გორის დილას კლიანი შემადგენლობა ემზადებიან შემდეგი მატჩისთვის და შემდეგი გამარჯვებებისთვის. მოკლედ ეს თამაში ხვალ 14 საათზე გაიმართება გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე და მე წარმატებას გისურვებთ ბატონო ფრიდონ. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა მირანდა. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ მე შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის მეორე სატელეფონო სტუმარი გახლდათ ფრიდონ კერვალიშვილი, გორის დილას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და ერთი პატარა ტიხარის შემდეგ უკვე ჩემი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი ირაკლი სირბილაძე შემომიერდება. რადიო სტარ FM-ი და ინტერნეტ ჟურნალი GeoSports G წარმოგიდგენთ ток-შოუ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ. მირანდა სურმანიძესთან ერთად. ყოველ სამშაბათს 18 საათზე ток-შოუ სპორტი.
18 საათი და 10 წუთი Star FM-ის დროით თქვენ უსმენთ talk-show Sports მირენდა სურმაინძესთან ერთად ეს გახლავთ Geo Sports-ისა და Radio Star FM-ის ერთობლივი talk-show, რომელიც ყოველ სამშაბათს 18 საათზე გადის ეთერში. ჩვენ გადაცემის პირველ მონაკვეთში უკვე ვისაუბრეთ ეროვნული ჩემპიონატის ცენტრალური მატჩის შესახებ, რომელიც ხვალ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. დილა ზესტაფონს დაუპირისპირდება მოქმედი თასის ფლობელი, მოქმედ ჩემპიონს. 14 საათზე დაიწყება აღნიშნული შეხვედრა. მე როგორც ვანონსებდი და უკვე გითხარით, ჩემი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ საქართველოს ნაკრებისა და ინტერტურკუს ფინური ინტერტურკუს ფეხბურთელი ირაკლი სირბილაძე, რომელიც უკვე შემომიერთა სტუდიაში. მოგესალმები ირაკლი. საღამოშუდობისა, მივესალმები რადიო Star FM-ის ფენებს. დიდი მადლობა მინდა გითხრათ სტუდიაში მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ირაკლი, პირველ რიგში მოდი საუბარი ჩვენ ეროვნული ჩემპიონატის შესახებ დავიწყოთ. თემის გაგრძელება რომ იყოს. დილა, მე როგორც ვიცი, დილა დინამოს თამაშს დაესწარი შენ დინამო არენაზე და ჩვენ ეთერს მიღმაც საუბრობდით, რა შთაბეჭდილება დაგრჩა ეროვნული ჩემპიონატის ცენტრალურ თამაშზე და საჩემპიონო თამაშზე და რას ფიქრობ ამ ორი გუნდიდან ვინ უფრო იმსახურებს ჩემპიონობას? ძალიან საინტერესო თამაში იყო. ეს ორივე გუნდი არის ჩემპიონატის გამორჩეული გუნდები და საკმაოდ დაძაბული თამაში იყო. არ მოვალოდი ნამდვილად ესეთი შედეგის დამთავრებას. დინამო საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა და ვფიქრობ, რომ დინამო იმსახურებს ჩემპიონობას. წელს ძალიან კარგი შემადგენლობა და კარგი გუნდი ყავს და ჩემი აზრით დინამო გახდება ჩემპიონი. და ვფიქრობენ გულშემატკივრების და სპეციალისტებიც, რომ დილასაც საჩემპიონო შემადგენლობა ყავს, იქ ცალკეულ გვარებს თუ გადავხედავთ. ამაზე რა სიტყვით? ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ყავს, მაგრამ გამოჩნდა, რომ დინამომ აჯობა და შემადგენლობით უფრო ძლიერია ეხა დინამო ვიდრე გორის დილა. ანუ თამაშით აჯობა გორის დილა. თამაშით აჯობა ნამდვილად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაპირისპირება იქნება ხო? დილა ზესტაფონი. ამ თამაშზე რას ფიქრობ? ზესტაფონი მოქმედი ჩემპიონია, თუმცა შედარებით შესუსტებული გასულ სეზონთან შედარებით. ვფიქრობ ეხა ძალიან დაძაბული თამაში იქნება, მაგრამ ზესტაფონს ეხა შემადგენლობით ისეთი ძლიერი არ არის, როგორც წინა წლებში იყო და თანაბარი ბრძოლა იქნება და არ ვიცი ვინ გაიმარჯვებს. მას პინძელს უპირატესობა არ ექნება, როგორ ფიქრობ? ვინც უკეთი თამაშობს ის გაიმარჯვებს. ასე იძახდნენ ყოველ შემთხვევაში დინამო დილაზეც. მოკლედ ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს უკვე რაც საქართველოს ჩამოხვედი აქტიურად ადევნებ თვალყურს და ფინეთიდან რამდენად ახერხებდი ამ ყველაფერს? ფინეთიდან ვერ ვახერხებდი, იშვიათად. უბრალოდ როცა გორის დილა თამაშობდა ევროთასებზე მაგ თამაშს ვადევნებ, რანჩენ თამაშს ვერ ვადევნებ. რა დააკლდა ისე გორის დილას, რომ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრილი? ალბათ არ გაუმართლა, ისე კარგად ითამაშა, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჩემმა გოლმაც უყურეს იქ ფინალებმა და ძალიან მოეწონათ, როცა ითამაშეს. კარგი თამაში აჩვენეს. ფინეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გვიზის ჩვენ სტუდიაში, მოკლედ 17 გოლით გახდი ფინეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. გადმოგცეს კიდეც ეს ჯილდოვი. მაინტერესებს რა ვითარებაში ჩაიარა ჯილდოების ცერემონიალმა და ზოგადად როგორი სეზონი გქონდა. ამის შესახებ რო გვიამბო. ვფიქრობ, რომ სეზონი ძალიან კარგი მქონდა. ბომბარდირი გავხდი 17 გოლი და საუკეთესო თავდასხმად დამასახელეს. 25 ოქტომბერს დამთავრდა ჩემპიონატი და დაჯილდოვება იყო დასაწყისში, ნოემბრის დასაწყისში. ჰელსინკში, დედაქალაქში, ფინეთის სახლში, ეგეთი დარბაზი არის, ფინეთის სახლი და იქ დააჯილდოვეს საუკეთესო მსაჯები, ფეხბურთელები და მწვრთნელები და იქ გადმომცეს მთელი საფეხბურთო ფეხბურთის სამყარო იქ იყო ასე ვთქვათ. ფინური ფეხბურთის. დიახ. მოქმედი ფეხბურთელები და ვეტერანები. და იქ გადმომცეს ეს პრიზები. რა თქმა უნდა საამაყო იყო შენთვისაც და ჩვენ ქართველი გულშემატკივრისთვისაც, იმიტომ რომ ჩვენი ფეხბურთელი ასე დააფასეს. პრინციპში დაიმსახურა, იმიტომ რომ 17 გოლის გატანა არც ისე მარტივია. ზოგადად სეზონს როგორ შეაფასებ? როგორ იასპარეზა ინტერტურკუმ და პირადად შენ? ძალიან კარგი გუნდი ყავს და შემადგენლობით და ძლიერი გუნდი ვართ. საკმაოდ კარგი თამაშები ვაჩვენეთ. პირველი 10 ტური ყველა თამაში მოვიგეთ. უბრალოდ ბოლოსკენ ცოტა ტრამები ქონა ფეხბურთელებს ძირითადი მეკარე დაიმტრა და მაგან შეგვიშალა ხელი. და საბოლოო სულიდერები ვიყავით პირველად გზაზე ბოლო ტურებში დავკარგეთ დასანანი გოლები და ვეღარ გავხდით ჩემპიონები. დიდი შანსი იყო რომ ჩემპიონები გავხდარიყავით. ქონდა შესაძლებლობა მაგის.
უბრალოდ დასანანი ქულები დავკარგეთ და მეორე ადგილი დავიკავეთ. არც თუ ისე ცუდია მეორე ადგილი. გეთანხმები, ლიდერებში ყოფნა, რა თქმა უნდა, კარგია. რაც შეეხება თვითონ ფინეთის ჩემპიონატს, საქართველოს ჩემპიონატში თამაშობ ფინეთის ჩემპიონატში. შედარებებს რო ვახდენთ ხოლმე უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელები როცა გვყავს სტუდიაში, ყოველთვის განსხვავებებს, მსგავსებებს გვეუბნებიან ხოლმე. ამ შემთხვევაში როგორ არის? ითამაშე საქართველოს ჩემპიონატში, თამაშობ ფინეთის ჩემპიონატში. რა განსხვავებები და მსგავსებებია ამ ორი ქვეყნის ფეხბურთს შორის, თუნდაც მდგომარეობა როგორია? უნდა ვთქვა, რომ განსხვავებული ჩემპიონატი არის და საქართველოს ჩემპიონატში უფრო ტექნიკური ფეხბურთს თამაშობენ, ფიზიკას იმდენად არ აქცევენ ყურადღებას და ფინეთში ფიზიკურ მომზადებას აქცევენ ყურადღებას და ტექნიკურებიც არიან საკმაოდ და ძალიან რთულია თამაში, ადვილი არ არის. ბევრს გონია საქართველოში, რომ ფინეთში ადვილია თამაში, მაგრამ ადვილი ნამდვილად არ არის. არცად არ არის საერთოდ რო ვთქვათ, თამაში ადვილი. ასეა. ხო და ზოგადად დონე როგორია, ანუ მაღლა დგას საქართველოს ჩემპიონატზე. პრინციპში წელს ყველაზე კარგი ჩემპიონატია საქართველოში, ამას ამბობენ სპეციალისტებიც, მოთამაშეებიც. შენ რას ფიქრობ? მეც ეგრე ვფიქრობ, წელს ყველაზე კარგი ჩემპიონატი არის, უფრო რთულია ხა თამაში საქართველოს ჩემპიონატში და ვერ გაიგებ, ვინ მოიგებს და ვინ არა. ადრე უფრო წინასწარ ვიცოდით, ისეთი გუნდი ყავდა მაგალითად თბილისის ლოკომოტივში, რომ ეხლა დინამოს თუ არ ჩავთვლიდით და ქუთაის დანარჩენ გუნდებს ყველას უგებდით ადვილად, ესე რომ ვთქვა. და ფინეთში ეხლა ისეთი გუნდებია ყველა, რომ ადვილად ვერავისთან ვერ ითამაშებს, ყველასთან რთულია თამაში. და საქართველოში მან განაპირობა ჩემპიონატი უფრო გაძლიერდა, რომ პირობები შეუქმნის ფეხბურთელებს, ყველა გუნდს თითქმის ყველას არა, მაგრამ უმეტესობა გუნდს კარგი პირობები აქვს და ეს პირობები ფეხბურთელებს და ჩემპიონატის დონეზე აისახება, რომ რაღაც გაძლიერდეს და წინ წავიდეს. ანუ დამოკიდებულება შეიცვალა კლუბების. შეცვლილი ნამდვილად არის კი. როგორია ეს დამოკიდებულება ფინეთში? კლუბების ხელმძღვანელების მხრიდან გულშემატკივარის ფაქტორიც მაინტერესებს დადიან თუ არა თამაშებზე. პირველ რიგში კლუბების დამოკიდებულებაზე ვისაუბროთ და შემდეგ გულშემატკივარს. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ინფრასტრუქტურა აქვს ყველა გუნდს საკმაოდ კარგი. ყველა გუნდს. ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი ფეხბურთელს, რომ გაიზარდოს, მოუმატოს თამაში და კარგი თამაში აჩვენოს. საკმაოდ კარგი მოედნები არის. ბევრს გონია, რომ ახლა ზამთარი, დიდი ზამთარია და სიცივეები და ყინვებია, მოედნები არ ვაკავ, მაგრამ ძალიან საკმაოდ კარგი მოედნები არის სიცივეს მიუხედავად. და კარგად უდგებიან ფეხბურთს, ყურადღებას აქცევენ ფეხბურთელებს. ანუ ბიზნესმენები, კლუბის მფლობელები, ანუ ძირითადად მათ ხელშია ალბათ. მათ ხელშია, ახლა ყველანაირი პირობა არის. ანუ ფეხბურთელს აქვს მხოლოდ იმაზე საფიქრალი, რომ ითამაშოს ფეხბურთი. დიახ, გავიდეს მოედანზე და მარტო ფეხბურთზე იფიქროს, მეტი საფიქრალი ფეხბურთის არ არის. და საქართველოშიც მალე დადგეს ეს დრო. იმედია. რაც შეეხება გულშემატკივარს, საქართველოში არის პრობლემა გულშემატკივრის სტადიონზე მოყვანის, მათ შორის ნაკრების თამაშებზეც უკვე სამწუხაროდ, ადრე თუ არ იყო ეს პრობლემა, ეხლა დგას. როგორ არის ფინეთში ამ ხრივ საქმე? ფინეთში ბევრს გონია, რომ მარტო ჰოკეი უყვართ. მაგრამ ფეხბურთიც ძალიან უყვართ და ბევრი ხალხი დადის თამაშებზე. მით უმეტეს პატარა ქალაქებში სულ ივსება სტადიონები და ძალიან უყვართ ფეხბურთი. გულშემატკივრების ის არ არის. ნაკლებობას არ განიცდის. ნუ შენს ყავს შენი გულშემატკივრები, მე ვიცი. მოკლედ რეკლამის დროა ხა Star FM-ის ეთერში. მცირე სარეკლამო პაუზის შემდეგ დავბრუნდებით და სწორედ იმ გულშემატკივრებზე ვისაუბრებთ, რომლებიც საქართველოს ნაკრების თამაშზე შენს საგულშემატკივროდ მოვიდნენ. ამის შესახებ რეკლამის შემდეგ დროებით. რადიო Star FM-ი და ინტერნეტ ჟურნალი GeoSports G წარმოგიდგენთ ток-შოუ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ. მირანდა სურმანიძესთან ერთად. ყოველ სამშაბათს 18 საათზე ток-შოუ სპორტი. რეკლამა Star FM-ზე 227 80 00. თუ გსურთ შეიტყოთ საკვები პროდუქტების, წარმოებისა და შეფუთვის ტექნოლოგიების შესახებ, არ გამოტოვოთ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, შესაფუთი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა. გამოფენების ცენტრი ექსპო ჯორჯია 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით. წერეთლის 118. აქცია სენა ავტოში. Subaru XV. ყველაზე ორიგინალური, ეკონომიური და საყვარელი ავტომობილია. Subaru XV უკვე საქართველოშია და შეგიძლიათ შეიძინოთ თბილისსა და ბათუმში. Subaru XV
შექმნილია სპეციალურად უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები. Subaru XV სიმეტრიული ყველგანმავალია და საუკეთესოა ზამთარში. მოსრიალების შემთხვევაში იგი ავტომატურად იწყებს მოძრაობის გამართვას. სეზონური ფასდაკლება $23,900-დან. შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ ტესტ დრაივი. ხოლო ცენა ავტოში ამერიკის საელჩოსთან. ტელეფონები 577-21-15-21 ან 255-10-50. Subaru თავდაჯერებული მოძრაობაში. Ime auf der Sonnenseite. Ergoline. მუდამ ახალი ტექნოლოგიები, მუდამ გერმანული ხარისხი, მუდამ კომპეტენტური რჩევები, მუდამ ergolainური მომსახურება. მუდამ. ეს ხომ ისედაც იცით. ხოდამ ზიანი მოკითხვა ergolainisგან. Solarium ergolaini აბაშიძის 24-ში. ჩაეწერეთ, თანაც წუთი ლარიდან იწყება. 22-04-14. Color your life with Ergoline. გოგოებო, ხომ არ გავისეირნოთ? ვაუ, რა მაგარი მანქანაა. როგორ ბრწყინავს? სულ ახალია? როცა არსებობს DBR-ის უმაღლესი ხარისხის მანქანის აღებავი და უმაღლესი ხარისხის მანქანის სპალაკი, მაშინ ყველაფერი რიგზეა. მოგუმართეთ შემდეგ მისამართებზე: თბილისი, მარშალ გელოვანის ნომერი 1, ჯიქიას ქუჩა ნომერი 10, აღმაშენებლის ხეივანი მე-9 კილომეტრი, გლდანი სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია, ნაძალადევი მექანიზაციის ქუჩა ნომერი 1, მოსკოვის გამზირი ნომერი 29, ისანი იუნკერთა ნომერი 12 და რუსთავში მესხიშვილის პირველი გასასვლელი. ტელეფონი 230-80-71 DBR. რეკლამა Star FM-ზე 227-80-00. თავისუფალი თემა ავტორის გარეშე. ყველამ ერთად დავწეროთ თავისუფალი თემა ხმამაღლა. Star FM-ის ეთერში ყოველ პარასკევს 14 საათზე ჟურნალისტ დალი ფრიდონაშვილთან ერთად. პირდაპირ ეთერში გადაცემის მსვლელობისას დარეკე და თქვი შენი სათქმელი. ჩვენ ყველანი ერთად მოგისმენთ. დაიმახსოვრე ნომერი 237-80-00. გადაცემის სპონსორია კონსტანტინე მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი. თავისა და კისრის, გინეკოლოგიური და მამოლოგიური სიმსივნეების ზუსტი დიაგნოსტირება და ეფექტური მკურნალობა. ჯანმრთელობა უდიდესი განძია და ანდეთ იგი მხოლოდ პროფესიონალებს. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია. დარეკეთ 2-420-100. რადიო Star FM და ინტერნეტ ჟურნალი GeoSports G წარმოგიდგენთ ток-შოუ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ. მირანდა სურმანიძესთან ერთად. ყოველ სამშაბათს 18 საათზე ток-შოუ სპორტი. 18 საათი და 23 წუთი Star FM-ის დროით თქვენ უსმენთ ток-შოუ სპორტს მირანდა სურმანიძესთან ერთად. ეს გახლავთ GeoSports-ისა და რადიო Star FM-ის ერთობლივი ток-შოუ, რომელიც დღეს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო და სარაგბო ნაკრებების ასპარეზობაზე საუბრობს და ჩემი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარია ირაკლი სირბილაძე, ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ფინურ ინტერ ტურკუში და გარდა ამისა გახლავთ საქართველოს ნაკრების ფორვარდი. მე სანამ რეკლამაზე გავიდოდით, მანამდე გითხარით, რომ ირაკლის სანახავად მივიდა გულშემატკივარი საქართველოს ფინეთის დაპირისპირებაზე, მაგრამ სამწუხაროდ ამ თამაში ირაკლის ჩართვა არ მოუწია. სამწუხაროდ ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო, ალბათ გულდაწყვეტილია ირაკლი ამის გამო, მაგრამ მე მაინტერესებს ზოგადად რას გვეტყვი ამ თამაშზე, როგორ იყო, როგორ შენ ამ შემთხვევაში სათადარიგოს კამიდან მოგიწია ყურება, მაგრამ როგორ შეხვდა თვითონ ფინეთში გულშემატკივარი, დამთავრდა თამაში, ამის შემდეგ რას ამბობდნენ, ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, ისე თამაში კი მინდოდა. განაწყენებული არ ვარ მე მწვრთნელზე, ხა მწვრთნელის გადასაწყვეტია ვინ დათამაშოს და ვინ არა, მაგრამ შეიძლებოდა რომ 10 წუთი მეთამაშა, ნუ სურვილი ქონდა. სურვილი 10 წუთის მაინც რომ მეთამაშა, მაგრამ არა უშავს, თავარია ნაკრებმა შედეგი აჩვენოს და ვინ ითამაშოს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ისე გაკვირვებული იყო ამ ფინელები, რომ რატო არ ვითამაშეთ, თუნდაც ცოტა ხანი. მით უმეტეს ხარ მათი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. მე პირადად გული დამწყდა ამაზე ძალიან. ნუ კეცვეია საქმეში არ ვერავით, მაგრამ რა თქოს ზოგადად თამაშზე ფინეთში. მე ვიცი შენი განწყობა მანამდე ინტერვიუს სახით გვედო კიდეც GeoSports-ზე, რომ რთულ თამაშს ელოდნენ. შემდეგ რა იყო? ნაკრების თამაში, ჩვენი ნაკრების თამაში ესპანეთის წინააღმდეგ ნახეს და მოეწონათ ძალიან. და იძახდნენ კიდევაც, რომ რთული თამაში იქნებოდა ფინეთთან. და
საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, მოსაგები ჰქონდა ჩვენ. და კიდევაც თქვენს თამაშნები ძალიან გვანერვიულეთ, რომ ნაკლებია, მაგრამ ფრე რეალური შედეგი იყო მაინც ესე ვთვლი. შეიძლებოდა მოგება 10 კაცის დროზე დარჩენა, მაგრამ ისეთი თამაში იყო, ფრე რეალური შედეგი იყო მაინც. ფინეთის ნაკრებში თამაშობს შენი თანაგუნდელი და მეგობარი მიკა ოიალა. ის რას ამბობდა თამაშის შემდეგ? ანუ მას მოუწია თამაში. არა, მას წარმოუწია თამაში. არ მოუწია, არ მე მახსოვს ცუდად. ან ინტერვიუ რო გქონდა, მანამდე მახსოვს. იქ სხვა მიკა შევიდა, ეგეთ სახელი. ამაში ამერია. იმაში. უკაცრავად მსმენელს და ბევრ შეეშალა, რომ ეგეთ. ანუ მიკა ეგონაც. ანუ მიკასაც არ მოუწია. სამწუხარო. მე როგორც ვიცი, გარდა მიკასი, შენ სხვა ფეხბურთელებით ყავს მეგობრები, რუბინში მოთამაშე ძმები და ასე შემდეგ ფინელები, რომლებიც თამაშობდნენ. დიახ, ჩვენ რომ მივედით სავარჯიშოთ ცენტრალურ მოედანზე, სადაც უნდა გვეთამაშა წინადღით, ჩვენ ვარჯიშამდე ფინეთის ნაკრები ვარჯიშობდა და შევხვდი იქ ჩვენ მეგობრებს. ერემენკოები არიან ძმები და სხვა ფინელი კიდე მეგობრები ერთი აიაქსში თამაშობს. და თამაში წინ მითხეს მაგათაც, რომ ძალიან რთული თამაში იქნებოდა და შემეკითხეს ითამაშეთ თუ არა თქვენ, მე ვთქვი არ ვიცი. აი რომ გეთამაშა კარგი იქნება და ზოგადად საქართველოს ნაკრების ასპარეზობას როგორ შეაფასებს? ამაგერო ჩვენ ესპანეთთან მოგიწია თამაში და კინაღამ გოლიც გაიტანე, რომ გასულიყო. სულ სხვა შედეგი გვექნებოდა. რას ფიქრობ, როგორ ასპარეზობს ამ რთულ ქვეჯგუფში? პირველ რიგში ვიტყვი, ძალიან რთული ქვეჯგუფია და ამ ქვეჯგუფიდან რთულია გასვლა. კარგად ვითამაშეთ ბელორუსის წინააღმდეგ და ესპანეთის წინააღმდეგ. უბრალოდ დასანამი ფულები დავკარგეთ, ესენი არ უნდა დავუკარგა, შეიძლებოდა რომ მოგვიგოდა, რომ მოგვიგო მე არავინ არ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ეხლა ძალიან მძიმე თამაშებია. ძალიან მძიმე თამაშებია და უკვე ვფიქრობ, რომ შეუძლებელია მესამე ადგილს აცლება. ხო, ანუ მესამე ადგილი იქნება ჩვენთვის იდეალური შედეგი. დიახ, იდეალური შედეგი უკვე მესამე ადგილი იქნება. მოკლედ ნახოთ, იქნებ კიდე გაგვაოცოს ჩვენმა გუნდმა საფრანგეთთან თამაშით. ბოლოს ეგვიპტესთან თამაში ნახე ალბათ. დიახ, უყურე. უყურე სტადიონზე და რეალური განსხვავება იყო იმ ოფიციალურ თამაშებსა და ამ ამხანაგურ მატჩს შორის. ნუ ამ თამაშზე მე ვფიქრობ, რომ ეგვიპტე უკეთესად გამოიყურებოდა. ჩვენი ნაკრები ცოტა ისეთი შემადგენლობით სახეშეცვლილი, დიახ. გამოცადა ახალი ფეხბურთელები ბატონო თემმა და ალბათ შემდეგი წლისთვის უკეთესად თამაშობს ნაკრები. შემდეგ წლებში არის მაგის საშუალება, არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, პერსპექტიულები და უკეთეს შედეგი იქნება. დრო ჭირდება, უბრალოდ უნდა ვაცადოთ. რეალურად ფიქრობ, რომ უფრო გუნდი შენდება ამ ეტაპზე. დიახ, ისეთი ფეხბურთელები არიან ახალგაზრდები, პერსპექტიულები, რომ შეიძლება რომ რამოდენიმე წელში კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ხო, პრინციპში მწვრთნელიც ამბობს ამას, რომ რეალურად არა ამ ჩემპიონატისთვის, ევროპის ჩემპიონატისთვის ამზადებს ამ გუნდს, ნახოთ. ხო, ეხლა მithmetes ფეხბურთში ერთ წელში და ორ წელში შედეგი არ მოდის, დრო ჭირდება და უნდა ვაცადოთ, მოკლედ. რაც შეეხება ფინეთს, მე ძალიან მაინტერესებს, უბრალოდ მე ძალიან მიყვარს ცივი ქვეყნები და ზოგადად ზამთარი და ესეთი ამინდი. შენ მუდმივად გიწევს ასეთ ქვეყანაში ცხოვრება. თავიდან გაგიჭირდა ალბათ ადაპტაცია. თავიდან რო ჩავედი, სადაც ჩავედი იმ ქალაქში ძალიან ყინავდა, ყინვები იყო რა, 25-40 გრადუსამდე ადიოდა. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ მე შევეჩვენო, სხვა გზა არ იყო მაშინ. თამაში ვარჯიში ალბათ გიჭირდა ყველაფერი. არ მიჭირდა, იმიტომ რომ იქ გათბობა არის, გადახოვებული დარბაზები, შენი არის. ანუ იქ ვარ ჩუ პირობებია იმის, რომ სიცივეს ვერ იგზნობ. ნუ საქართველოსთან შედარებით, ახლა პრინციპში საქართველოშიც ღმერთს მადლობა გამოსწორდა. ზოგადად როგორი ქვეყანა, ალბათ ცივი ხალხია ბუნებასავით. ნუ ბევრი ფიქრობს, რომ ცივია ძალიან, ქართველების უმეკითხება როგორი ხალხია, მაგრამ ჩემთვის არის ყველა თბილი არის, მე ძალიან პატივისცემენ და არ მიგზნია მაგათგან სიცივე. საერთოდ ქვეყანა არის ძალიან კარგი, დალაგებული წყნარი ქვეყანა და ოჯახისთვის მე ვფიქრობ, მაგაზე კარგი საცხოვრებელი ქვეყანა არ არის. ხომ არ ფიქრობ დარჩენას? არა, ვფიქრობ, შეიძლება დავჭე კიდევაც, ძალიან კარგად ვუყო თავსით. აჰა, ну ესე იგი შეიძლება ირაკლის სირკულაზე ფინეთში დარჩეს. მე იქ შენთან სოციალურ ქსელში ხშირად ვნახულობ ხოლმე თევზაობით როგორ ერთობი და ასე შემდეგ. ანუ როგორ ცხოვრობს იქ ხალხი, შენ როგორ ატარებ თავისუფალ დროს? ხალხი ცხოვრობს იქ თავისუფლად, რაც უნდა იმას აკეთებინა. ну ეხლა როცა არის საშუალება მეგობრებთან ერთად საფრთხეზე მიდივართ, როცა გვაქვს დრო ბოულინგს თამაშობთ, ბილიარდს,
კლუბებში ხანდახან თამაშის შემდეგ მივიდივართ ხოლმე, ოღონდ როცა მოვიგებთ, ეს წაგებული თამაში არა. არ ვიყავით აღნიშნა. აჰა. მოკლედ ესე იგი ევროპული ცივილიზებული დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც განსხვავდება საქართველოსგან თუ არა? განსხვავდება ძალიან. ანუ რითი? მაინტერესებს. ყველაფრით. ესე დეტალურად ვერ ვიტყვი, მაგრამ საერთოდ ყველაფრით განსხვავდება. ანუ გაცილებით უფრო მაღალი დონეა იქ ცხოვრების. ბევრად მაღალი. ბევრი ევროპის ქვეყანებზე მაღალ დონეზეა ფინეთი. ანუ განვითარებული ქვეყანა, სადაც უყვართ ფეხბურთი, სადაც არის სიცივე, სადაც სიამოვნებით წავიდოთ იმეც. ხომ არ დავფიქრდე ჟურნალისტად ფინეთში მუშაობაზე, არ ვიცი. 2-27-80-00 სტუდიის ტელეფონის ნომერი. იმ შემთხვევაში თუ გსურთ გადაცემაში აზრის დაფიქსირება და ჩემს სტუმართან კითხვის დასმა. ირაკლი, მე მაინტერესებს, როდის განახლდება ჩემპიონატი ფინეთში? როგორც ვიცი, უკუღმა იქ ანუ საქართველოს ჩემპიონატისგან განსხვავებით იწყება გაზაფხულზე, მთავრდება ოქტომბრის ბოლოს. ოქტომბრის 25-ში მთავრდება. ფინეთის თასი იწყება თებერვლის შუა რიცხვებში და ჩემპიონატი იწყება აპრილის ბოლოს. ანუ ესე იგი ახალი წლის დადგომასთან ერთად იწყება და მთავრდება სეზონის ბოლოს. ანუ ჩვენთან პირიქით. ხო, ანუ ეს რამდენად მეჩვიე თავიდან ამ ყველაფერს საქართველოს ჩემპიონატში თამაშის შემდეგ? ხომ არ გაგიჭირდა? არა, არ გამჭირებია. მივეჩვიე ადვილად. მაგის პრობლემა არ მქონია. ისე რას ფიქრობ, ესე რო იყოს საქართველოშიც აურევდა ყველაფერს, მაგრამ შეიძლება განსხვავება არის რეალურად, არის როგორც ფეხბურთელი გითამაშია ამ სისტემითაც, იმ სისტემითაც თამაშობ. არა, ხა ფეხბურთელის არ უნდა იყოს არანაირი განსხვავება. აჰა. რა დროს ითამაშებ, მაგას მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს. ჯერჯერობით ხარ საქართველოში, როდის მიდიხარ ფინეთში და როდის დაიწყებთ ვარჯიშს და ახალი სეზონისთვის მზადებას? ფინეთში 6 იანვრისთვის უნდა წავიდე და დავიწყებთ ვარჯიშებს 7-ში. აჰა, უკვე შევდგებით შობის შემდეგ უკვე ვარჯიშს, ახალი სეზონისთვის მზადებას. მეორე ადგილი გქონდათ ამ სეზონზე, იმედია გააუმჯობესებთ მომავალ სეზონს. იმედია კი. ანუ შენი მომავალი უკავშირდება ინტერტურკოს, ხო არაპირება, ანუ სხვა გუნდში გადასვლას, ან რამე შემოთავაზებები ხომ არ გაქვს? ერთწლიანი ხელშეკრულება კიდე მაქვს ინტერთან. რა თქმა უნდა, კარგი გუნდია და მინდა დარჩენა, მაგრამ ფეხბურთის ყოველ წელს უკეთესი და უკეთესი გუნდი უნდა და რაღაც შემოთავაზებები მაქვს უკეთესი გუნდებიდან და რაღაც თანხა არის გადასახდელი ჩემში, რომელი გუნდის გადაიხდის და კარგ პირობებში შემოთავაზებს იმ გუნდში წავალ. თუ არა და ეს ერთი წელი დავრჩები და მე თავისუფალი ფეხბურთელი ვიქნები და სადაც მინდა იქ წავალ რომელ გუნდშიც. აჰა, ანუ ერთი წელი მაინც შეიძლება დარჩე ინტერში. შეიძლება დავრჩე კი. საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებაზე ხომ არ ფიქრობ? არა, საქართველოს ჩემპიონატში აღარ ვფიქრობ დაბრუნებას. განაწყენებული ხომ არ ხარ? მოკლედ, საქართველოს ჩემპიონატის დონე თუ აიწევს და თუ აქ შემოგთავაზებენ კარგ პირობებს, მე დარწმუნებული ვარ, უკან დაბრუნება მოგინდება. როდესღაც შეიძლება კი. მაგრამ შენ ფიქრობ უცხოეთში გამოცდილების მიღებაზე. მე წარმატებები მინდა გისურვო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო იმისთვის, რომ იყავით ჩემი გადაცემის სტუმარი და ბომბარდირი კიდევ გამხდარიყავი და ამჯერად ჩემპიონობაც გეზეიმოს. პირიქით, დიდი მადლობა თქვენ სტუდიაში მოწვევისთვის და დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ჩემი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლდათ ირაკლი სირბილაძე, საქართველოს ნაკრებისა და ფინური ინტერტურკოს თავდამსხმელი, რომელიც ძალიან საინტერესო თემებზე გვესაუბრა. მე მცირე სარეკლამო პაუზის შემდეგ დაგიბრუნდებით უკვე გადაცემის მეორე სტუმართან ერთად, ეს გახლავთ ირაკლი ყიასაშვილი, მორაგბე საქართველოს ნაკრების წევრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი თამაშების შემდეგ გვესაუბრება ფიჯი, იაპონია დაუპირისპირდით გასული 2 კვირის განმავლობაში ტანა უმაგა გახდათ ლეგენდარული ადამიანი თბილისში. ამ ყველაფრის შესახებ უკვე რეკლამის შემდეგ მე შეგახსენებთ 2-27-80-00 სტუდიის ტელეფონის ნომერია. თუ გსურთ აზრის დაფიქსირება, დარეკეთ ამ ნომერზე დროებით. რადიო სტარ FM და ინტერნეტ ჟურნალი GeoSports G წარმოგიდგენთ ток-შოუ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ. მირანდა სურმანიძესთან ერთად. ყოველ სამშაბათს 18 საათზე ток-შოუ სპორტი. რეკლამა სტარ FM-ზე 227-80-00. სიახლე მაღაზია ქსინტში. ახალი უკვე 30%-იანი ფასდაკლება ზამთრის განახლებულ კოლექციაზე. მობრძანდით და შეიმოსეთ გემოვნებიანად. მისამართი: პეკინის 16, ბათუმი, გამსახურდიას 29, ტელეფონი 2380114. www.ksint.g
ჯეოკორდი, ჭიპლარის სისხლის უმსხვილესი ბანკი საქართველოში. ორსულობა, არ დაკარგოთ ერთადერთი შანსი შეუნახოთ შვილებს ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები და დაიცვათ მათი სიცოცხლე მთელი რიგი მძიმე დაავადებებისგან. მხოლოდ ერთხელ, მშობიარობის დროს გეძლევათ ეს უნიკალური შესაძლებლობა. დარეკეთ 2-430-100. 2-430-100. ყურადღება, სენა ავტო კიდევ ერთ სიახლეს გთავაზობთ. ის გახდა ოფიციალური წარმომადგენელი Great Wall Motors-ისა საქართველოსა და სომხეთში. Great Wall-ის პიკაპები გამოირჩევა საუკეთესო ხარისხით და უკვე 100 ქვეყანაში იყიდება, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის სწრავით. პიკაპი Wingle 5 დამზადებულია იაპონური ტექნოლოგიებით და გააჩნია Euro 4 სერტიფიკატი. Great Wall-ის პიკაპი Wingle 5 უკვე თბილისშია და შეგიძლიათ შეიძინოთ $17,900-დან. დაგვიკავშირდით 2-55-10-50 ბალანჩინის 13 ამერიკის საელჩოსთან. სარეკლამო ჯგუფი ბაგების ახალი შემოთავაზება. დაბეჭდეთ ჩვენთან ბანერი, სტიკერი, ბადესტიკერი, ფირი, ფოტოქაღალდი და მიიღეთ 50%-იანი ფასდაკლება მაისურის, კეპისა და ჭიქის ფერად თერმულ ბეჭდვაზე. დაგვირეკეთ 2-25-73-33. Star Studio გთავაზობთ მაღალი ხარისხის სარეკლამო, ფოტო, ვიდეო, აუდიო მომსახურებას. აღბეჭდე ფოტოზე ოჯახის მნიშვნელოვანი მომენტები. გახადე შენი ბიზნესი უფრო ცნობადი. მიიღე მაღალ ხარისხზე გახმოვანებული სარეკლამო რგოლი. ჩაწერე სიმღერა, რომელიც გაქცევს ვარსკვლავად. Star Studio, მხოლოდ ჩვენთან, მხოლოდ წარმატებისთვის. მისამართი: ვაჟა-ფშაველას 16, მე-12 სართული, ტელეფონი 228 83 ან 577 95-93-91. რეკლამა Star FM-ზე 227-80-00. სად მდებარეობს სირიუსი? რა ელით დღეს თხის რქებს? რა ვიცით ორიონის თანავარსკვლავედზე? ვინ ხარ ეგვიპტური ჰოროსკოპით? მოусმინე Star FM-ზე ყველაზე ვარსკვლავურ დილას. აიხედე ცაში. დაიჭირე FM 93.9. გაიგე მეტი ვარსკვლავებზე, ცაში და დედამიწაზე. ვარსკვლავები ჩვენს გალაქტიკაში. ეს ყველაფერი ჩვენს ვარსკვლავურ დილაში, მხოლოდ FM 93.9-ზე. ყოველ დილით 9-დან 12 საათამდე. უსმინე Star FM-ს. ყოველდღიურ ჰოროსკოპს წარმოგიდგენთ საიტი Horoscopy.gi. Nossa, nossa, assim você me mata. Ai, se eu te pego, ai, ai, se eu te pego, ai, delícia, delícia, assim você me mata. Ai, se eu te pego, ai, ai, se eu te pego, hein? Acesse terrasertaneja.net. Sábado na balada, a galera começou a dançar e passou a menina mais linda. Tomei coragem e comecei a falar. Como é que é, vai? Nossa, nossa, assim você me mata. Ai, se eu te pego, ai, ai, se eu te pego. Delícia, delícia, assim você me mata. Ai, se eu te pego, ai, ai, se eu te pego, tema. Sábado na balada, a galera começou a dançar. Comecei a falar. Nossa, nossa, assim você me mata. Ai, se eu te pego, ai, ai, se eu te pego. Delícia, delícia, assim você me mata. Ai, se eu te pego, ai, ai, se eu te pego, hein? Só vocês agora. Nossa, assim você me mata. Ai, se eu te pego.
რადიო Star FM და ინტერნეტ ჟურნალი GeoSports G წარმოგიდგენთ ток-შოუ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ. მირანდა სურმანიძესთან ერთად. ყოველ სამშაბათს 18 საათზე ток-შოუ სპორტი. საათი 41 წუთი Star FM-ის დროით თქვენ უსმენთ ток-შოუ სპორტს მირანდა სურმანიძესთან ერთად. ეს გახლავთ GeoSports-ისა და რადიო Star FM-ის ერთობლივი ток-შოუ, რომელიც ყოველ სამშაბათს 18 საათზე გადის ეთერში და ყვება ყველაფერს სპორტის შესახებ. რაც შეეხება ჩემი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარს, როგორც ვანონსები მთელი გადაცემის და მთელი დღის განმავლობაში, მორაგბე ირაკლი ყიასაშვილი შემომიერთა საღამო მშვიდობისა. გამარჯობათ, მივესალმებით Star FM-ის სტუმარებს. ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩემი გადაცემის სტუმარი. რა თქმა უნდა, საუბარს პირველ რიგში დავიწყებთ ფიჯი იაპონიასთან საქართველოს ნაკრებმა გამართა ფიჯისთან და იაპონიასთან ტესტ მატჩები და ამ შეხვედრებით, რომელშიც ჩვენც იღებდი მონაწილეობას, ორი ძალიან ძლიერი გუნდი, ამ დონის ნაკრებებთან რეალურად საქართველოს ნაკრებს არ უთამაშია. ხო, ესე ტესტები არ ქონია. არ ქონია არასდროს და ეს იყო საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან დიდი გამოცდილებაც და აი სხვა რაგბი ითამაშეთ, მოკლედ სამწუხაროდ ორივე თამაში წავაგეთ, მაგრამ მე მაინტერესებს შენთვის როგორც მორაგბისტვის რა მნიშვნელობის მატჩები იყო და შემდეგ უკვე მატჩებზე ვილაპარაკოთ. ორი თამაშეთ, რომელიც თავის კლასით, თავის თამაშით აბსოლუტურად სხვადასხვა გუნდია. ერთი ძალიან დაალაგებული გუნდია და ყველაფერი აქვს თავიდან ბოლომდე დათვლილი, ალბათ ყველა ფაზა და ყველა კომბინაცია ეს რომ ყო მეორე საერთოდ რას თამაშობენ, აი ფიჯელები გამოდიან და ალბათ არ ვიცი, ალბათ არანაირი ტაქტიკა არ გააჩნიათ, უბრალოდ არიან მაგრები, მაგრად გარბიან და off-road ვეძახით, გაჭრის შემდეგ ბურთის ამოგდება, მაგას თამაშობენ ძალიან მაღალ დონეზე. გამოვიდნენ ორივე თამაში, საინტერესო იყო ორივესთან თამაში, იმიტომ რომ მართლა ვითამაშია ჩვენ ეს დონის გუნდებთან, ალბათ ამ გუნდ სპეციფიური, აი შეიძლება გვეთამაშა იგივე ირლანდიასთან და ეს შეგვიძლია გვეთამაშა იგივე ანგარიში დაახლოებით, როცა ირლანდიის ნაკრებთან, ფიჯიმ ირლანდიის ანაკრებთან სანამ ჩვენთან ჩამოვიდა და ორი კვირით ადრე ქონა თამაში და თამაში წააგო თან დიდი ანგარიში წააგო. შეიძლება ჩვენ ირლანდიასთან იგივე თამაში გვეთამაშა და გულაში წასულიყო კიდე თამაში. მაგრამ ეს ვაფშე საერთოდ სხვა გუნდია, რომელსაც ალბათ სპეციფიურად უნდა მივუდგე და კარგი იქნება თუ შეიძლება გვექნება ესეთ გუნდებთან თამაში, რომ ესეთ თამაშებით გავიზრდეთ. თვითონ იაპონიის ნაკრები, ანუ ცალ-ცალკე რო კიდე განვიხილოთ, ანუ იაპონიის ნაკრებთან თამაში პირადად შენ რა მოგცადა, ანუ გუნდი ორივე ნაკრებისთვის სხვადასხვანაირად მოემზადეთ და სხვადასხვა ტიპის ტაქტიკა, სხვადასხვა ტიპის თამაში დაუპირისპირეთ. ანუ რა განსხვავება იყო ამ ორ გუნდს შორის კიდე უფრო დეტალურად რო ვილაპარაკოთ. ქონდა იაპონიის თამაშები, როგორც ფიჯის ორივეს თამაშები, ჩვენ თავიდან ბოლომდე ალბათ ყველა მომენტი ამოვიდეთ თუ რამეს აკეთებენ და მათი ძლიერი მხარეები ყველაფერი განვიხილეთ, რომ სად უნდა მოველოდით იმათგან უფრო საფრთხეს და სად შეიძლება გავუკეთებინეთ ჩვენ ქულები. ამას განვიხილავდით, ალბათ საფრანგეთში დავიწყეთ ჩვენ ზბორები ორი კვირით ადრე, სანამ იაპონიასთან თამაში გვექნებოდა. არც გქონდა დიდი მოსამზადებელი პერიოდი, ხა ორი კვირა ესეთ გუნდებთან თამაშის წინ არ არის დიდი მოსამზადებელი პერიოდი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ უმეტესი ბიჭები ნაკრები საფრანგეთში თამაშობდნენ, მაგიტომ ერთი კვირა გააკეთეს იქით. მოსამზადებელი პერიოდი. მე საქართველოში გავაგრძელეთ, მოვემზადეთ, ვიცოდით დაახლოებით რასაც თამაშობდნენ, საუბნა მოველოდით. გუნდი არის, რომელიც ფაქტობრივად თავის ბურთს არ კარგავს. და აი ძალიან მაგარი გუნდია. რავი, არ ვიცი რა თქვა. მე ნასიამოვნები ვარ მაგათთან თამაშს. პირადად შენ ისიამოვნე და რა თქმა უნდა, როგორც სპორტსმენი გაიზარდე რაღაც ეტაპზე. რაღაცები ვიცოდი, რა თქმა უნდა, თამაშობდნენ ესეთ გუნდებთან მithumet. ესე იგი, ლეგენდარული ადამიანი იყო საქართველოში, ტანა უმაგა, რომელზეც ეთერს მიღმავ, საუბრობდით ძალიან დადებითად და სხვაგვარად შეუძლებელია ალბათ ამ ადამიანზე საუბარი. ეს ადამიანი გამზადებდათ ამ ორი ტესტ მატჩისთვის. აი, რა პროცესი იყო, როგორი პროცესი იყო აი ესეთ დიდ პროფესიონალთან ერთად მუშაობა? საქართველოში ტანას ჩამოსვლა, არ ვიცი, ხა პირადად ჩემთვის ძალიან დიდი რაღაც იყო. ტანას თამაშებზე ვარ გაზრდილი, ასე რომ ვთქვა და ტანა ყოველთვის ალბათ კუმირია ყველა მორაგბისტვის, მithumetes ჩემი თაობა, ხა მე ტანას თამაშერ. არ ვიცი, ეგეთი ადამიანი რომ მე პირადად ვნახე და ამ ადამიანთან შემეძლო ურთიერთობა და ამ ადამიანისგან
შემდგომ რაღაც მესწავლა და რაღაც ამომეღო, რაც ამას არც მასწავლეს. აი 10 ყური და 10 თვალი უნდა ქონდა თვალისე რომ საომავლო თანას არ ქონა საშუალება რა ძალიან ცუდი იყო რომ ჩვენთვის რაღაც ესწავლებინა ბევრი იმიტომ რომ 2 კვირა ჩვენ რა ტაქტიკასაც ვთამაშობთ იმ ტაქტიკას ვერ შეცვლა ტანა იმიტომ რომ ეს რომ შეეცვალა საერთოდ შეძლავრეულიყავ ანუ აი რასაც ჩვენ ვაკეთებთ და რაც ჩვენ ქონდა იმას გვიხვეწავდა უფრო იმას უკვე ესე უფრო გვიღეჭავდა და ისე გვაძლევდა როგორ უნდა გავუკეთებინა სწორად იმას რასაც ჩვენ ვაკეთებთ საომავლო თუ ხა ტანას ურთიერთობა ტანას და საქართველოს დაალაგა ისეთი ჩამოვიდა და ჩვენთან ერთად იყო და ჩვენთან იმუშავა ძალიან მოხალხე მე პირადად მე როგორც ვიცი ამაზე არის საუბარი რომ მომავალი ჩემპიონატისთვის არის საუბარი რომ სოფლიოს წინ ერთი წელი ჩამოიყვანდა ტანამ ერთი წელი ჩვენთან ერთად იმუშავებს როგორი პიროვნება ანუ რაც ნახე აი 2 თუ 3 კვირის განმავლობაში ეხანაც ვისაუბრებ და კიდე გავამბობ კლაიმსმენელის გასაგონად თავ დაბალი ადამიანი არ მინახია საერთოდ ვერ შეაკვირდ ტანა უმაგარის ტანა უმაგა რომელსაც ეს საქართველოს სელი მსოფლიო საქართველოს კი რა თვალებს შესწიცინებს და მისგან რაღაცას სწავლობს არის თან თავ დაბალი თან წესია დიდი სათამაშო მეგონა ხოლმე რომ უყურე რაღაცა ესე ძალიან მაგარი კაცია. აჰა, კონკრეტულად მისი დავალებები მოიცავდა ანუ მწვრთნელის უკვე მანამდე ჩამოყალიბებულ სქემებს და ასე შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ ჩამოვიდა ტანა, რას ფიქრობ, რა კუთხით შეიცვლება ჩვენი ნაკრების თამაში? უკანა ხაზი ალბათ რაც მილტონ ჰეიგი ჩვენი თავი მწვრთნელი რაც ჩამოსვლის დღიდან აკეთებს და რაც საერთოდ და საერთოდ მივდივართ და რაც გვინდა რომ გავაკეთოთ ეს რომ ჩერკინების და უკანა ხაზის გადაბმა რომ ერთად ვითამაშოთ საქართველოს ყოველთვის ძლიერი შერკინება ყავდა ეს ყველა მიცის ჩვენ მოსმენელმაც მაგრამ ის რაგბიში ჩახედილია მით უმეტეს ამას გვინდა რომ ჩვენ დავუკავშიროთ ჩვენი ხაზი რომელსაც ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი რომ ჩვენ ვითამაშოთ უბრალოდ ჩვენ ყოველთვის ნაკლები ბურთი გქონდა იმის გამო ჩვენ შერკინება ძლიერი იყო უნდა გვეთამაშა ყოველთვის შერკინებით ესე იყო თავიდანვე ალბათ მაგრამ ესენი გვეუბნება ხარ რომ არა პირიქით ხაზი სულ ხაზის თამაშზე მიდის რომ ეს გადაბმა მოხდეს უკანა ხაზის და შერკინების გადაბმა მოხდეს და ახლა ნახოს მარტო რაგბი ხო არ ლამაზი თამაში უნდა ნახოს მე მაინტერესებს ანუ ფიჯისთან და იაპონიასთან თუ გამოჩნდა რამე კონკრეტული ხარვეზები აი პირადად შენ მორაგბემ რომელიც დაინახე და ფიქრობ რომ თქვა ტანას მოსვლის შემდეგ გამოსწორდება ან ამ კუთხით სამუშაოები თუ გამოჩნდა ძნელია ესე ვისაუბრო არ ვიცი ხა გამოჩნდა ხარვეზები რა თქმა უნდა პირადად შენ რაც დაინახე მე მაინტერესებს ანუ მორაგბის პოზიცია თვითონ თამაშებიდან ჩართული იყავი პროცესში რა თქმა უნდა ორივე თამაში ბევრი ხარვეზი გამოჩნდა ორივე თამაში გამოჩნდა დადებითი რაღაცეები რადგან არ ვიცი ტანას მოსვლა ერთი რას ვიცი რომ ნამდვილად იზავს ტანას მოსვლა ტანა გვასწავლებს და იმას გაგვიზიარებს რაც თვითონ ითამაშა და რაც თვითონ აქვს ეს უკვე ძალიან დიდი რაღაც არის ალბათ და რაღაცა შეცვლის დიდი ადამიანი არის დიდი მორაგბეა თქვათ შედარება რო გავაკეთოთ აი ესე უხეშად თქვათ ზიდანი ფეხბურთში და ტანა რაგბში გარდა ამ ყველაფრისა თქვათ რამდენად შეუძლია მას მორაგბეს მისცეს ის რაცაც თვითონ აკეთებდა მოედანზე თუ ერთია იყო პროფესიონალი და მეორე ეს ყველაფერი ასწავლო მორაგბეს მწვრთნელი და არ ნიშნავს იმას რომ ხარ მაგარი იყო რომ შენ იქნები მაგარი მწვრთნელი აბსოლუტურად გადმოცემის უნარი უნდა გქონდეს ჩემი აზრით მე რასაც ვხედავ ამ კაცს აქ ეს რომ გადმოცემის უნარი ძალიან კარგად მუშაობს და უკაცრავად აქ ის აი თავდადება აი რასაც აკეთებს უყვარს თავარ ეს არის რომ როცა უყვარს და როცა მთელი გულით გადმოგცემს არის მაგარი აი ანუ გადმომდებია მისი პროფესიონალიზმი და მისი დამოკიდებულება რაგბის მიმართ ძალიან ცოტა მაყურებელი მოვიდა ამ თამაშებზე ცოტა მაყურებელი მოვიდა ეს ყველა მორაგბე ვიძახით ჩემიდან დაწყებული ალბათ უკანასკნელი მოთამაშე ვინც ნაკრებში უთამაშია ყველა მაგას ვიძახით ყოველთვის ჩვენთვის რაგბი რუსეთიდან არ უნდა იწყებოდეს და არ უნდა მთავრდებოდეს აი რუსეთთან მოდის ალბათ საქართველოს ეს პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე მაგრამ მე მესმის ყველა იმ ხალხის მესმის ეს აგრესია რუსეთის მიმართ რაც გვაქვს ეს ყველა საქართველოს ალბათ არ შეიძლება რომ რუსეთსგან კარგად ვიყოთ აი ამ ხრივ მაგრამ ეს სპორტია ეს სპორტი ხა მე პირადად მეგობრობ იმ ბიჭებთან რუსეთთან ბევრთან და
იმას კი არ ვიზახებ, ისეთთან ხალხი არ მოვიდეს პირიქით, მე მაგრად მიხარია, მინდა რომ ყველა თამაში ბევრი ხალხი მოვიდეს. ანუ განსხვავება არ იყოს თამაშებს შორის. და იაპონიასთან მოდიან უფრო ალბათ აი ოჯახის წევრები, ვინც რაგბი ჩახელო, ვინც რაგბის ოჯახი და რაგბის სამყარო დადის მართლა. ხალხმა რომ რაგბი ისწავლოს, აი მე და რომ უყუროს აი შეიყვარებენ, ძალიან მაგარი სპორტია და ძალიან ლამაზი სპორტია. თან მით უმეტეს ასეთი დონის ნაკრებებთან როცა არის თამაში, მე პირადად ძალიან გამიკვირდა. თან იქ ფიჯიმ განსაკუთრებული სანახაობა წარმოადგინა ჰაკა, ეგრეთ წოდებული, რომელსაც თვითონ ტანაც აკეთებდა ხოლმე, როცა თამაშობდა და მე პირადად ვისიამოვნე ამ ყველაფრით და ამის ნახვაც ერთი სიამოვნება იყო, არ ვიცი, მოკლედ მე ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. პირადად როგორც გულშემატკივარი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის თამაშები ამ სანაკრებო პაუზის დროს გაწყდა, თუმცა ერთ-ერთი საინტერესო დაძაბული და განსხვავებული ჩემპიონატია წელს ლიდერ გუნდს წარმოადგენ. რა ხდება ეროვნულ ჩემპიონატში და შემდეგ მომავალ თამაშზე? კარგი რაც არის ეროვნულ ჩემპიონატში, ვართ უკვე 5-6 ისეთი გუნდი, რომ ძნელ პროგნოზირებადია რა მოხდება. კარგი გუნდები უკვე წამოვიდნენ, ადრე თუ იყო 2-3 გუნდი, ხა ეგრე არ არის, ხა ბევრი გუნდია უკვე, ვინც კარგად თამაშობს. ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნო ბედნიერია რომ პირველ ადგილზე ვარ. ლელოს წარმოადგენს ვინც არ იცის. არასდროს არ ვაპირებ და არც ერთ ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებ პირიქით. თავიდან ბოლომდე ყველა ჩემი გვერდზე მდგომი ჩემი გუნდელი ჩართული ვართ ამ საქმეში და მინდა და ძალიან დიდი შემართებით ვართ რომ ბოლომდე მივიდეთ და ჩემპიონები გავხდეთ. ცოტა ბოლო 2 წელია ცოტა ჩავარდნები ქონა, გადინება იყო ლელოდან დიდი საფრანგეთში ზოგი, იქით ზოგი აქეთ ბიჭები წავიდნენ და მაგიტომ ცოტა ჩავარდნა ქონა, მაგრამ ეხა ამოვკაჩეთ ნელა შევიძინეთ ის მოთამაშეები, ვინც ჩვენ ძალიან გამოადგა ესე რომ ვთქვა და დავით პირველ ადგილზე ვარ ჯერჯერობით და ალბათ ესეც დავამთავრებ. შემდეგი დაპირისპირება თქვენ გელით ავჭალის სტადიონზე ლელო ყოჩები 1 დეკემბერს დღის 15 საათზე. ამ დაპირისპირების შესახებ სანამ მკითხავ, მე მაინტერესებს რა მდგომარეობაა ეხა სტადიონების მხრივ. მე ვიცი და მუდმივად ანუ ვარ რაგბის გულშემატკივარი, სპორტის გულშემატკივარი და ვიცი ბატონი გიან ნიჟარაძისგანაც, მორაგბეებისგანაც და ასე შემდეგ. ასფალტზე გაიზარდნენ მორაგბეები მათ შორის შენს. მაგრამ ახლა უკვე შეცვლილია შედარებით სიტუაცია. არც ვადარებ იმ სიტუაციას ადრე რაც იყო, რა შედარება, ეხლა გვაქვს ამ წუთას 2 სტადიონი, სადაც თამაშები მინეროს, ავჭალის სტადიონი ერთი, მეორე 5 დეკემბრის ქუჩაზე შევარდენის ბაზა. ეს 2 სტადიონია, რაც თბილისში ტარდება, ამ სტადიონზე ტარდება, ასევე აქ ორივე სტადიონს ხელოვნურ საფარიანი მოედანი. ima კალახი რაც არ უნდა იყოს თამაში აღარ იდება ეს ძალიან კარგია რა თქმა უნდა. ასევე შენდება ეხლა მე როგორც ვიცი 10 სტადიონი აქვს. კი, სხვადასხვა ადგილას. უნდა შენ ერთი ჩემპიონატში დიდი როლი შენდება ძალიან კარგი სტადიონი. შენი უბანი დიდი ღომში ყოველდღე გადავდივარ ვაკვირდები შენს ერთი სული მაქვს ახლა რომ ჩავალ და იქ რომ ვარჩევ ალბათ არაფერი არ აჭიროს მარკეტინგში მიწევს მithomdas დიდი და ყოველდღე აჰა ესე იგი დიდი ღომში უკვე გვექნება მალე სტადიონი მე ძალიან მახარებს ეს ამბავი რაც შეეხება ლელო ყოჩების დაპირისპირებას ერთ-ერთი საინტერესო სანახაობრივი თამაში იქნება მე ვიცი პირადად რომ საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში როგორც უწოდებენ ძალიან ბევრი საინტერესო დაძაბული მატჩი ტარდება ძირითადად ამ ყოველფრის გაცნობა გულშემატკივარს უწევს სპორტული გაზეთებიდან და საიტებიდან, მაგრამ ეს ყველაფერი რო სტადიონზე ნახო არის ერთი სიამოვნება. აი კონკრეტულად და ეხა ლელო დაუპირისპირდება ყოჩებს. აი რა როგორ თამაშს იხილავს გულშემატკივარი იქნებ რადიო გადაცემის შემდეგ, აი ამ გადაცემის შემდეგ ეს გულშემატკივარი მოვიდეს ამ თამაშზე. ჩვენ იმედი დავითოვოთ. რა თქმა უნდა ბრძოლა იქნება რაგბი ესეთ თამაშია და მით უმეტეს ისეთი ყველა ისეთი გუნდია რომ ბრძოლის გარეშე არც ერთი არაფერს არ თმობს. არ ვიცი ხა ყოჩები ჩვენთან შედარებით ეხა რომ ესე რომ სუსტია თქო ეხა შეურაცხყოფა იქნება და არც ვიტყვი მაგას. მებრძოლი გუნდია, უბრალოდ ყოჩები ცოტა ეხა რაღაც პრობლემები ჰქონდათ. ცოტა გაედნენ ეხა ჩვენთანაც გადმოვიდნენ ბიჭები ყოჩებიდან. ახალი თაობა ყავს, ახალგაზრდა ბიჭები ყავს, მაგრამ მებრძოლი და ბოლომდე ყველაფრის დამდები ბიჭები ყავს, ესე რომ თქვა. კარგი ბრძოლა იქნება და არ ვიცი. ნამდვილი, აი რაგბი ვისაც უყვარს,
ან მარტო ნაკრებით არ შემოიფარგლება, ჩვენ გვაქვს ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც ძალიან მაგარი თამაშები ჩატარდება. მე მოგიწოდებთ ყველას, ყველა გადაცემაში გავიმეორებ და არ დაგზარდებით, რომ ამ თამაშებზე მიხვიდეთ და ნახოთ ძალიან მაგარი თამაშები. მათ შორის ნაკრების ირაკლი ყიასაშვილი რო დავასახელოთ საკმარისია, ნაკრების მოთამაშეებიც თამაშობენ და ძალიან ძლიერი მოთამაშეებიც. მოკლედ ეს თამაშები ავჭალაში და შევარდნენზე შაბათ-კვირას იმართება ხოლმე. თან სამსახურიც არ შეგიშლით ხელს. თქვი რომ ლელოს ჰქონდა რაღაც ჩავარდნები. რა მდგომარეობაშია ახლა გუნდი? ანუ წინა სეზონებს გულისხმობ. არის თუ არა საჩემპიონოდ მზად და რამდენად გაუჭირდება წელს ტიტულის? საჩემპიონოდ თავიდან ბოლომდე მზად ვართ, ესე ვთქვი და ერთ-ერთი ანგარიშის გასაწევი ძალა ვარ დღეს. შედეგზეც მეტყველოს პირველ ადგილზე ვართ. ორქულიანი სხვაობა არმიასთან მოხდა ჩემპიონს უცებ ორქულიანი სხვაობა. არ ვიცი ხა მომავალზე ვერ ველაპარაკებ, თავარია ჩვენთვის ტრამვები არ შეგვიშალოს. დანარჩენი ყველაფერი ნორმალურად და კარგად მიდის. მოკლედ ძალიან დაძაბულია ჩემპიონატი. არმიას რაც შეეხება, შარშანდელი ჩემპიონია და მისი თამაშების ნახვაც ისევე როგორც ველოს თამაშების ნახვა ერთი სიამოვნება. პირადად შენი გეგმები უკავშირდება ლელოს. რა თქმა უნდა, ლელოში ვარ. რაღაც 18 წელია უკვე და შეიძლება რომ დავიბადე და გავიზარდე. ყველაფერი ახლა ჩემს ხმელი ვინც არის ლევან მაისაშვილის გაზრდილიც ვარ. მე და ლევანი რომ მივედი მე ლევანის სასწავლებლად ლევანი იყო 17 წელს და იმის შემდეგ ერთად გაიზარდეთ. ერთად გავიზარდეთ ფაქტობრივად მარტო ხმელი არ არის ჩემი მაგაცია და ჩემი ძმაცაა და მეგობარი და ყველაფერი აბსოლუტურად. საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობენ ჩვენი მორაგბეები ძირითადად და ანუ შესაბამისად საფრანგეთის ჩემპიონატი ერთ-ერთი მაღალი დონის ჩემპიონატია. ხომ არ ფიქრობ თქვათ შეუერთდე ქართველ ლეგიონერებს ან კლუბის შეცვლას ხომ არ აპირებ თუ ლელოს უკავშირდება შენი სამომავლო გეგმები? არის რაღაც შემოთავაზებებიც საფრანგეთშიც არ იყო კარგი სიტუაცია ამ ბოლო დროს კრიზისი ჰქონდათ. არ ვიცი ჯერჯერობით ლელოში ვარ და არ ვფიქრობ არაფერს და სამომავლოდ ნახოთ. სამომავლოდ ნახოთ. რაგბი დიდი ოჯახია, რაგბი ერთი ოჯახია. ეს ფრაზები ხშირად გვესმის ხოლმე. იმ ადამიანებს განუმარტოთ, რატომ ამბობენ მორაგბეები ამ ყველაფერს. ანუ ცოტა გადავუხვიოთ ჩემპიონატს. მე დავიწყებ მაშინ ბავშვობიდან, ბავშვობაში როცა რაგბზე მიდიხარ. მე პირადად როცა რაგბზე მივედი, ისეთ სპორტია, რომ ან ეგრევე უნდა შეეშვა და მე ცხოვრების ბოლომდე მიყვება. სხვანაირები ვარ. აი როგორი დამოკიდებულება? მე რომ გავიგონო ქუჩაში რაგბისტია, ის უკვე ჩემია, ის აღარ მაინტერესებს. მე თო ქეგუნდია. ყველა თამაშის შემდეგ ერთმანეთს კალდურს უკეთებთ და ისე ვაცილებ და თამაშის შემდეგ ძმები ვარ, შეიძლება თამაში დავხოცოთ ერთმანეთს. მარტო იმაზე არა მაქვს ყოველ თამაში. ვიჩხუბოთ კიდევაც, შეიძლება ჩემი ძმა იყოს. მოწინააღმდეგეში და ხელი დავარტყა. ჩემ გვერდზე, ჩემი გუნდელის გამო. ესეთები ხდება რაგბში და ამიტომ რაგბი საინტერესო და მაგარი სპორტი, რომ სტადიონზე 15 ვარ და 15 ვარ და ერთი ჩათვალ. აჰა, მოკლედ ეს არის რაგბი დიდი ოჯახი და რომელიც ძალიან ახლოს არის ქართულ ხასიათთან. ეს ალბათ მებრძოლი ხასიათის გამო არა და არ არის ქართული სპორტის სახეობა, მაგრამ ყველაზე კარგად იგებს ქართული სპორტსმენი რაგბს. ან უკეთესად შეუძლია რაგბის თამაში, ვიდრე ასეთი გაგება არის. რაგბი მოჭიდაობა, ალბათ ესეთი რაღაცები უფრო გვაქვს ალბათ ქართველებს. უნებრივი მოყვება ალბათ ჩვენი წინაპრებისგან ეს ჯანი და ეს თავდადება და ეს შემართება, არ ვიცი, ალბათ ესეა. ეს მე გამიგია ასეთი გამონათქვამი, არ ვიცი რამდენად სწორად ვიტყვი, რაგბი ხულიგნების თამაშია და ინტელიგენტები თამაშობენ და ფეხბურთი პირიქით ინტელიგენტების თამაშია, მაგრამ ხულიგნები თამაშობენ. ანუ თუ ინტელიგენტების თამაშია რაგბი, მიუხედავად იმისა, რომ ესეთი ინტელიგენტები თამაშობენ. ინტელიგენტები თამაშობენ. ხულიგნების თამაში არის. რომ შეხედავ ხულიგნის ჩხუბობთელი თამაში დავდივარ და ჭიდაობთ რა. ფეხბურთი ცოტა არ ვიცი, ფეხბურთთან არანაირი შეხება არ მაქვს, ხა როგორც სპორტსმენი უყურებ ფეხბურთსაც. ხა ყველა სპორტს უყურებ, მაგრამ ძალიან ჩართული ვარ რა. ძალიან ჩართული ხარ რაგბში. ისე საინტერესოა მორაგბე ადამიანის სხვა სპორტის სახეობების მიმართ, როგორი დამოკიდებულება გაქვს თუ უყურებ რომელიმე სახეობას და იგივე აი თქვათ ფეხბურთს, კალათბურთი მიყვარს ჩვენმა ნაკრებმა შეგვაყვარა თავის ბოლოს წარმატებებით. მე რომ უყურებ, აი მომწონს ბიჭები როგორ ბრძოლობენ და როგორ ომობენ. და
კარგია ეს ხა ჭიდაობა რა თქმა უნდა ჭიდაობა საქართველოს თავიდანვე იყო და იქნება ყოველთვის ძიუდო და ეს სპორტები ძალიან ჩართული ვიყავი ამ ოლიმპიადაზე ძალიან უყურებდი და ძალიან გულშემატკივრობდი ქართველებს მიყვარს სპორტი საერთოდ და უყურებდი ხშირად ოლიმპიადა ახსენე და 7 კაცა რაგბი შემდეგ უკვე ოლიმპიადაზე იქნება ანუ საქართველოს ნაკრებს საქართველოს სარაგბო კავშირს ასე რომ ვთქვა დაწყებული აქვს მუშაობა ამ ყველაფერზე ანუ ჩვენ კიდევ ერთ ოლიმპიური სახეობა გახდა შეიყვანეს და გვაქვს მაკეთკენ გეზიარებული ხო 7 კაცა მოხდეს ოლიმპიადაზე ჩვენი 7 კაცა რამდენად გვაქვს ამის შანსი მე ვიცი რომ ძალიან ძლიერი მეტოქეები არიან ეს არის ჩვენთან რომ ნაკრების მოთამაშეები და 7 კაცა ნაკრების მოთამაშეები თქვა 15 კაცა ნაკრების მოთამაშეები ფაქტობრივად ერთი და იგივე აი როგორ თქვა ერთნი არიან ამის გამო არის ხშირად მომენტი როცა ეროვნული თამაშია ეხა ეროვნული თამაში და პირველ ადგილზე დგას ყოველთვის ამიტომ ვერ უწევს 7 კაცას ამიტომ ეხა ალანია ვინც არის აყალიბებს ახალგაზრდა ბიჭებისგან და ცდილობს რომ ახალგაზრდა ბიჭები გაზარდოს 7 კაცას მოთამაშეები დრო არის კარგი სამუშაოა და კარგად მიდის ყველაფერი დრო არის და ქართულ გულშემატკივარს იმ შემთხვევაში თუ ჩვენი 7 კაცა ნაკრები ოლიმპიადაზე მოხდება კიდევ ერთი სახეობა გვექნება საგულშემატკივრო და როგორც მიჩვეული ვართ ხოლმე რაგბის ნაკრებისგან წარმატებას მე იმედი მაქვს რომ 7 კაცაც გაგვახარებს მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მინდა ირაკლი გადაგიხადო სტუდიაში მოსვლისთვის და ესეთი როგორც ამბობენ ხოლმე ჯიგრიანი საუბრისთვის როგორიც რაგბს უხდება მე წარმატებები მინდა გისურვო ყოჩებთან და იმედი მაქვს რომ ტანა უმაგა ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი გახდება რომ კიდე მომიწევს მაგასთან მუშაობა ძალიან დიდი მადლობა ირაკლი ყიასაშვილს რომელიც ჩემი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი იყო აი ასეთი იყო დღეს თოქ-შოუ სპორტი რომელიც ყოველ სამშაბათს 18 საათზე გადის რადიო სტარ FM-ის ეთერში ეს გახლავთ ჯეოსპორტისა და რადიო სტარ FM-ის ერთობლივი თოქ-შოუ რომელიც ყველაფერს ყვება იმის შესახებ რა ხდება სპორტში ბოლოს მე მინდა შეგახსენოთ ხვალინდელი ეროვნული ჩემპიონატის მე-17 ტურის შესახებ ხვალ 28 ნოემბერს ეროვნული ჩემპიონატის ტური გაიმართება შუაკვირაში კოლხეთი მეტალურგს დაუპირისპირდება დილა ზესტაფონი ტურის ცენტრალური მატჩია რომელიც გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგება და მისი პირდაპირ ტრანსლაცია მეორე არხზე იქნება გარდა ამისა ვიჯორჯია თბილისის დინამოს მიიღებს ბათუმის დინამო ტორპედოს უმასპინძლებს ჩიხურა ზუგდიდს ხოლო სიონი მერანს დაუპირისპირდება ასეთი გახდა თოქ-შოუ სპორტი დღეს მე სამშაბათამდე გემშვიდობებით ამ გადაცემით ხოლო სტარ ნიუსში შევხვდებით 21 საათზე დროებით რადიო სტარ FM